გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ის დაგროვილი ცოდნა, რომელსაც გაკვეთილებიდან აიღებთ, რის გაკეთება შემდეგ საჭირო, როგორ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი გავტესტოთ და გამოვიყენოთ. და რა არის ამ შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, თუ ხარ მაგალითად დამწყები. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ამ ვიდეოებიდან ერთ-ერთ მაგალითს რომ ავირჩიოთ, პირობითად RSI-ს, მაგალითად RSI-ს დივერგენციები. პირობითად ავირჩიოთ, რომ გვინდა რომ ტრეიდები ავიღოთ, როდესაც დავინახავთ RSI-ს დივერგენციას ფასთან ერთად. პირობითად. შემოვდივართ Trading View-ზე, ან წინასწარ საზღვრავთ იმას, თუ სად ავიღებთ profits, რის მიხედვით, ან სად შევალთ და სად დავდებთ stop loss. პირველი, რასაც ვიწერთ, არის ეს, რომ გვაქვს რაღაც კონკრეტული გეგმა. რომ ვნახავ მაგალითად RSI-ს დივერგენციას და სტრუქტურის რღვევას, შევდივარ იმავე სანთელზე მაგალითად, stop loss უდებ იმავე სანთლის ბოლოში მაგალითად და ვუმიზნებ პირველივე სტრუქტურის თავს, ან პირველივე ლიკვიდობას. ეს არის უკვე თქვენზე. იქ არის სამოქმედო გეგმები, როგორც შეიძლება რომ გამოვიყენოთ თითოეული ინდიკატორი და თვითონ ფასი და მაგის მიხედვით სტრატეგიას რომ აირჩევთ, თქვენზე მორგებულ შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ. ახლა არის ვიდეო ამაზე. შევდივართ Trading View-ზე, უკვე არჩეული გეგმით და აქ chart-ზე უწევთ ნებისმიერ წერტილში, ვაჭერთ აი ამ replies და ნებისმიერ წერტილზე გადავდივართ უკან. ანუ ვირჩევთ გაურკვეველ წერტილს, თუ დამწყები ხარ რეალურად ისედაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. უბრალოდ ვიღებთ ისეთ მოულოდნელ წერტილს, საიდანაც ზუსტად არ ვიცით, ხა რა მოხდება. რომ მაგალითად წინასწარი განწყობა არ გქონდეს, რომ აქ ვიცოდე მაგალითად რომ ფასი გაარღვევს და იმის გამო რომ აქ ვიცი უკვე წინასწარ რომ ფასი გაარღვევს, მაგის გამო არ ავიღო ტრეიდი. უწევ ნებისმიერ წერტილს, რომც ვიცოდე, დამატებით რომ აქ ფასი გაარღვევს, მაინც გეგმის მიხედვით, გეგმა რასაც მეუბნება ვაკეთებ იმას. მაგალითად ვიცი აქ რომ ფასი ზემოთ წავა, მაგრამ თუ გეგმა მეუბნება რომ უნდა შევიდე short-ში, აი აქ შევარ short-ში. ანუ იმის მიუხედავად, ამის მერე რა მოხდება. ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ დავადგინოთ, რამდენად ვალიდურია კონკრეტული სტრატეგია და რას უნდა მოველოდოთ კონკრეტული სტრატეგიიდან, თუ ავიღებთ ამ სტრატეგიას და live-ში გავაგრძელებთ trades. ეს არის ამისთვის. ასევე აქვე გეტყვით, დაგჭირდებათ რაიმე folder-ი, Excel-ი ან Google-ში მაგალითად რომ შექმნათ, სადაც ჩაიწერთ ამ ყველაფერს, რომელსაც ექნება საპროგნოზო მოგების მაგალითად ინგლისურად ქვია expected value. ანუ საპროგნოზოდ რას უნდა მოველოდოთ ამ კონკრეტული სისტემისგან, ამის შესახებ რომ დავაგროვოთ data. მაგალითად, აი ასე რომ გადმოვალთ ამ reply-ით, ავიღებთ დაახლოებით პირობითად მინიმუმ 50 trades და ამ 50 trade-დან ყველას შემთხვევაში ჩავიწერთ რა მოხდება. ევროზე და დოლარზე ცოტა რთული ჩასანიშნია, შეგვიძლია მაგალითად თავიდან სატესტოდ ავიღოთ პირობითად Bitcoin-ი მაგალითისთვის. და აქ Bitcoin-ზე რომ შევალთ ყველა მაგალითად RSI-ს დივერგენციის შემდეგ, რომ იქნება მარკეტის სტრუქტურის გარღვევა, შევალ იმ ტრეიდში. აი აქ ესე კარგად არ ჩანს, მაგრამ ნახეთ აქ როგორ იყო. აი აქ ამოვიდა, შემდეგ ჩამოვიდა, მოვიდა retest-ზე და წავიდა. აქ retest-თან ერთად, აი როგორც ვიცით, RSI-ს მაგალითად კალკულაციას, ანუ ითვლის დახურული სანთლების მიხედვით, ანუ აი ამ დახურული სანთლის ძირიდან ვიღებთ და ვზომავთ. აი აქ იყო აქ RSI და შემდეგ გამოვიდა, ანუ დივერგენცია ჰქონდა. გეგმის მიხედვით მაგალითად, ანუ ჩვენ გეგმაში არის ისე, რომ
არის ეს დივერგენციას რომ ნახავ პირობითად და შემდეგ გარღვევას ან პირობითად ვამბობ შევდივარ ამ სანთელზე რომელიც გარღვევს უდებ მაგალითად stop loss აი აქვე ამ სანთლის ბოლოში ან უდებ ბოლოში გეგმას რომ შექმნით ზუსტად ამ გეგმას მიყევით ბოლომდე ამ მთლიანი 50 ტრეიდის განმავლობაში და ვიწერთ აქ მაგალითად რა მქონა შესვლის ფასი შესვლის ფასი მქონდა 18000 118000 0.52 ამ ფაილში რომელსაც გავაკეთებთ შეგვიძლია მარტივად ChatGPT-ს უთხრათ და ChatGPT გაგვიკეთებს ამ ფაილს ამ ფოლდერს ან Excel-ის ან Google-ის მაგალითად რომელშიც იქნება მოგება წაგება აი მარტივად როგორ გამოიყურება ეს არ არის ეს არის ჩემი ერთ-ერთი დილის გეგმის ნაწილი რომელსაც ვიყენებ ხოლმე მაგალითად აი აქ შევიდეთ აი დაახლოებით ასე გამოიყურება ეს ყველაფერი ესე იგი როდის ავიღეთ ტრეიდი რომელ საათზე ავიღეთ რა იყო ასეთი ანუ რა პროდუქტს ტრეიდოვდით ბიტკოინს ამ შემთხვევაში ამას არ ვეხებით. შემდეგ როგორ შევედით მარკეტ ორდერით თუ ლიმიტ ორდერით, შესვლის ფასი რა იყო, stop loss-ი სად გვედო და სად ვიღებდით პროფიტს. და შემდეგ უკვე აქ არის მაგალითად რამდენს ვისკავდი ერთ ტრეიდზე, მაგალითად $10. პირობითად იქ შესვლის საკომისიოიანად და გამოსვლის საკომისიოიანად მაგალითად რამდენი დაჯდა ეს ტრეიდი თუ მინდოდა რომ $10 გამერისკა მაგალითად შესვლის საკომისიოიანად და გამოსვლის საკომისიოიანად რამდენი დაჯდა ეს უკვე მე live trade-ში რო გადავალთ მე დაგჭირდება თავიდან არ გჭირდება ეს თავიდან უბრალოდ ვიღებ ტრეიდებს ამის გარეშე ანუ იმიტომ რომ ფსონს რეალურად თანხას არ გავდივართ და შემდეგ უკვე დაახლოებით რამდენი არის ეს კონკრეტული მაგალითად 0.01 ბიტკოინი პირობითად და შემდეგ აი აქ გვიჩვენებს უკვე ეს მომგებიანი იყო ტრეიდი თუ სამგებიანი ან თუ მომგებიანი იყო რამდენი risk reward-ი ჰქონდა მაგალითად რომ მოვიგე $100 თუ რისკავდი მოგების შემდეგ იყო 13.79 ანუ 13 ჯერ და 60.79 ჯერ მეტი იყო ჩემ რისკზე მოგება. ან თუ წავაგე, ანუ -1. ანუ ეს $110 წავაგე ამ შემთხვევაში მაგალითად. აქ გვაქვს მაგალითად ჩემ გეგმას სწორად მივყევი თუ არა, კი ან არა და აქეთ მაგალითად რა შეცდომა დაუშვი. ან ყველაფერი კარგად გავაკეთე თუ არა. კომენტარი შეგვიძლია მივწეროთ, რომ ესეც ანუ ჩვენი ემოციების და ჩვენი თავის შეცნობა დავიწყოთ, რომ მაგალითად ამ ტრეიდში რომ ვიყავი პირობითად, ან შემეშინდა, მაგალითად, ან რაღაც შიში, ან არ ვიცი, ნებისმიერი რამ, რასაც დააფიქსირებთ, თქვენ ტრეიდში რისი ჩანიშვნას დაგჭირდებათ, მოგვინდებათ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ პირობითად. და რომელსაც ექნება შემდეგ აი ესეთი ინფორმაციის მომცემი, რომ მაგალითად საშუალოდ ტრეიდს რომ ვიღებ, საშუალო მოგება მაქვს 3.54 ანუ 3.54 ჯერ მეტს ვიგებ, როცა მაქვს მოგება. ანუ თუ გავდივარ $100, მაგალითად $354 ვიგებ გასვლის შემდეგ. საშუალოდ ვაგებ, ანუ ამ $100, ან მაგალითად თუ ეს უკვე მე დაგჭირდებათ live trade-ში, თუ მაგალითად ზუსტად ერთი არ არის წაგება და მაგალითად იქ საკომისიოს გამო ან რაღაც სხვა ფაქტორების გამო თუ ერთზე მეტი გამოგივიდა წაგება -1-ის მაგივრად მაგალითად თუ აქ გამოვიდა -1 და 0.1 ან -1.1 აქ ამას დაგითხრით რომ საშუალოდ ზუსტად 100 აგებ მაგალითად თუ აგებ 105-ს პირობითად შემდეგ რამდენი პროცენტულობა რამდენია მოგების ანუ 60% შემთხვევაში მაგალითად მომგებიანი იყო ტრეიდი 37% შემთხვევაში იყო წამგებიანი დანარჩენ შემთხვევაში დახურა ზუსტად ისე მოგება ან წაგება არ ქონია და შემდეგ გაძლევს ეს expected values ანუ რა არის ანუ ეს expected value გამოითვლება მოგების პროცენტულობის მიხედვით და ასევე საშუალო მოგება რამდენი გაქვს
ჯამში ყველა მომგებიანი ტრეიდის შემდეგ, საშუალო და პროცენტულობა. და მე იგი გაძლევს ამ values. ეს ციფრი თუ არის მაგალითად 0.5-ზე ზემოთ, უკვე კარგია. ანუ თუ მე დამატებით გავითვალისწინებთ ხარჯებსაც, მაგალითად შესვლის ხარჯი, გამოსვლის ხარჯი, ამ ყველა ხარჯის გათვალისწინებით თუ აქ გაქვს პოზიტიური ციფრი, ანუ კარგი არის ეს სისტემა და შეგიძლია ლაივშიც გამოიყენო. ნუ ისედაც მიხვდები ახლა ეს ამას რა შეხედო ტრეიდებს რომ გადახედავ, მიხვდები თავადაც. უბრალოდ ეს ავტომატურად რომ დაგითვალოს, ეს შეგვიძლია ვთხოვოთ ChatGPT-ს და დაგვითვლის ამას ავტომატურად. ანუ შეგვიქმნის folders ან Google-ს ან სხვა ფაილს, რომელშიც ჩავინიშნავთ ამ ყველაფერს, სად ვდებთ stop-loss, სად შევდივართ, სად გამოვდივართ და იქ რომ დაითვლის, შემდეგ გამოგვიყვანს ამ ციფრებს ავტომატურად. ნუ ამისთვის გვჭირდება ეს. ამ მეთოდით, ახლა რომ აირჩევ ამ trades, რომ მაგალითად აი ამ კონკრეტული მეთოდით მინდა რომ ვიტრეიდო, აიღებ მინიმუმ 50 trades და ამ 50 trade-ის შემდეგ მოგცემს ამ დატას, მაგალითად 40% შემთხვევაში ხარ მართალი, 60% შემთხვევაში არ ხარ მართალი, პირობითად. და აქედან ეს expected value, ანუ ერთი საშუალო მოგება გაქვს მაგალითად ამ 2.5, საშუალო წაგება გაქვს ეს 1. და ამით მიხედვით დაგითვლის და პოტენციურად იმის გათვალისწინებით, რომ 40% გაქვს მოგება, 60% წაგება, მაგრამ თითო ტრეიდში საშუალოდ 2.5-ს იგებ, ანუ რისკთან მიმართებაში, გამოგიყვანს რაღაც expected values და თუ აქ მიიღებს პოზიტიურ რისკს, რაც ამ შემთხვევაში რა მაგალითიც მოყვანს მიიღებ პოზიტიურ რისკს, უკვე შეგიძლია რომ ეს ტრეიდი, ეს სისტემა გამოიყენო live trade-ში. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ გქონდეს data იმის შესახებ თუ რამდენი წაგება შეიძლება გქონდეს პოტენციურად ZZ. ანუ მაგალითად ამ სისტემის მიხედვით პირობითად გვაქვს 20 წაგება ZZ. ანუ პირობითად, ანუ 20 ძალიან გაწელია, 5 წაგება გვაქვს ZZ. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება 5-ჯერ ZZ ყველაფერი გავაკეთოს სწორად, ну იქ რაღაც აი აქ დივერგენცია მაგალითად. ცოტა ზემოთაც არის. ну აი აქ, თუნდაც აი აქ ავიღოთ, რომ წამგებიან მაგალითზე განვიხილოთ. აი აქ დივერგენცია. სტრუქტურა გარღვია. შევედით და გაგვეჩერა. შეიძლება პირობითად ამ ეს data რომ გექნება, ამ data-ში ნახავ, რომ მაგალითად ამ სისტემის მიხედვით კი ჯამურად მომგებიანია, მაგრამ არის იმის შანსი, რომ 5-ჯერ წავაგებ ZZ. ან 6-ჯერ, მაგალითისთვის ვამბობ ამას. რომ მოლოდინი წინასწარ გქონდეს, რომ როდესაც მაგალითად ეს მოხდება, რეალურად წაგება არ უყვარს ჩვენს რეპტილიურ ტვინს და მე ვცდილობს რომ აგვარიდოს ეს ყველაფერი თავიდან. ამიტომ როდესაც ეს დაიწყება, ეს ჩვენი ტვინი კი გვეგვიტყვის რომ შეეცდება ტვინი რომ გაგაჩეროს, ანუ ტრეიდში არ შეხვიდე, ანუ როდესაც აი მოვიდა მომენტი, რომ უნდა შეხვიდე აი აქ ტრეიდში. ყველაფერი შენი სისტემის მიხედვით ნათლად გეუბნება რომ უნდა შეხვიდე აქ ტრეიდში, შენი სისტემის მიხედვით კარგი ტრეიდია, შედი. მაგრამ აქ რომ გაქვს შენ უკვე აქ მანამდე 5 წაგება ZZ, თუნდაც 2 წაგება ვთქვათ. რომ გაქვს უკვე 2 წაგება ZZ, შენი ტვინი გეუბნება რომ ანუ რაღაც რისკებისკენ მიგითითებს რომ ეხა აქ შეხვალ და კიდე წააგებ, მაგალითად. და მოდი ეს არ ავიღოთ და აი ამის შემდეგი ტრეიდი აიღე და იქნებ შემდეგ ის შეიძლება, ანუ აქედან გეუბნება რომ არ შეხვიდე აქ, მოკლედ ტვინი ამას გეუბნება რომ არ შეხვიდე ამ ტრეიდში, ბევრი რაღაც წინაღობა შეიძლება ფიქრში შეგიქმნას, რომ აი ეს არის კატასტროფა, აქ თუ შეხვედი დაიქცევა ყველაფერი, მოდი არ შეხვიდე. ან შეხვალ კიდე წააგებ, რა თქინდა რომ ეხა ეს ტკივილი კიდე განიცადო. მოკლედ ყველაფერს გააკეთებს ტვინი, ყველანაირი ფიქრი შეიძლება მოგივიდეს იმის შესახებ, რომ არ შეხვიდე ამ ტრეიდში. მაგრამ როცა გვაქვს ჩვენ
data და ამას ბრმად არ ვაკეთებთ, ანუ ეს გაურკვევლობა, როდესაც არ გვაქვს და რეალურად გვაქვს იმის ცოდნა, რომ მე აქ მაგალითად 3 კი წავაგე Z-Z, მაგრამ ჩემი სისტემის მიხედვით ნორმალურია ეს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ 3 წავაგე, ანუ გაურკვევლობაში რომ არ ახარ, ამ ფიქრებს ადვილად ერევი მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ 3 Z-Z წავაგე, ეს ტრეიდიც უნდა ავიღო, იმიტომ რომ ჩემი სისტემა მეუბნება, რომ კარგი ტრეიდია, უნდა შევიდე და ბოლო ჯამში, საერთო ჯამში ამ 3-ს კი წავაგებ, მაგრამ შემდეგ ბოლო ჯამში ამ 100 ტრეიდის, ან 50 ტრეიდის განმავლობაში ბოლო მაჩვენებელი მექნება დადებითი. მაგრამ თუ მაგალითად ეხა შენ ამას გამაზავ, ამ ტრეიდში არ შეხვალ, შეიძლება ეს ტრეიდი შემდეგ გამოდგეს, რომ მომგებიანია. და წავიდეს მაგალითად, აი ეს იყოს შენი ტრეიდი, არ შეხვედი ამ ტრეიდში და ვერ აიღე ეს პროფიტი მოკლედ, რაც უნდა აგეღო. ეს პროფიტი რადგან ვერ აიღე და შემდეგ ტრეიდში უკვე იფიქრე, რომ მოდი იქ ნეტა შევსულიყავი, რომ სწორად მოხდა ყველაფერი. და აი შემდეგ ტრეიდში რომ შეხვალ და აი შემდეგი ტრეიდი რომ ისევ წამგებიანი იქნება მაგალითად და უკვე გაგაჩერებს ის შემდეგი ტრეიდი. ანუ ეს გამაზე, მოგება გამაზე და შემდეგ ისე ტრეიდში შეხვედი, რომელმაც ისევ წავაგო, მაგრამ სისტემის მიხედვით ეს ნორმალურია, ანუ ამ დროს უნდა წაეგო, მე აქ უნდა მოეგო, 3 Z-Z მაგალითად, აი აქ უნდა მოეგო, აქაც უნდა მოეგო, აქაც მოეგო. მაგრამ შენ რო ამას გამოტოვებ და აქ არ შეხვალ, ან აქ არ შეხვალ, უკვე ის მაჩვენებელის data, რაც გაქვს, რაც მოგცა ამ სისტემამ data-s სახით ინფორმაცია, რომ მაგალითად 100 ან 50 ტრეიდის განმავლობაში რამდენიმე ტრეიდს კი წააგებ, მაგრამ ბოლო ჯამში წესით მოგებაში იქნები, ამას რომ გამოტოვებ და ამასაც რომ გამოტოვებ პირობითად, უკვე ჩათვალე, რომ ეგ data რეალური აღარ არის. იმიტომ რომ არ მიყვები შენ სისტემას. ანუ შენ ხო წინასწარ არ იცი მაგალითად. წინასწარ მარკეტში არაფერი არ ვიცით, ანუ მეც კარგი ცოდნა მაქვს მაგალითად, გამოცდილება მაქვს დიდი ხნის, მაგრამ უეჭველი მეც არ ვიცი, ანუ მეც უნდა მივყვე სისტემას. ანუ სტრუქტურას რომ გაარღვევს, მაგალითად რაღაც დამატებითი მიზეზის გამო, აი იქ უნდა შევიდე პირობითად. იმიტომ რომ ანუ ჩემი მეთოდოლოგია, ჩემი ცოდნა მეუბნება ამას, რომ ეს უნდა გავაკეთო. ისიც ვიცი, რომ შეიძლება მაგალითად ზემოთ არ წავიდეს და წამოვიდეს ქვემოთ, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყო მზად. მზად ვარ ამისთვის. უეჭველი არაფერი არ არის მარკეტში. ამიტომ ყველა ესეთი ტრეიდი, რომელიც გამოგიჩნდება და დროა რომ შეხვიდე, ხედავ მას ნათლად, უნდა შეხვიდე. რომ ეს data, რასაც დააგროვებ ამას ტრეიდის განმავლობაში, ან 50-ის განმავლობაში, ეს data იყოს ვალიდური. იმიტომ რომ ზუსტად შემდეგ უკვე იგივე ტრეიდები აიღო და იგივე data მოგცეს დაახლოებით. აქვე გასათვალისწინებელია ასეთი ფაქტორი, რომ 24 საათით რეალურად ვერ ვტრეიდობთ, გძინავს მინიმუმ რაღაც დრო, სულ რომ დანარჩენი დრო ტრეიდინგს მოვახმაროთ, რაღაც დრო მინიმუმ გძინავს 8 საათი მაგალითად. ამიტომ ჩარტზე რასაც კი ვხედავთ, ამ ყველა ტრეიდს ვერ ავიღებთ. მე მაგალითად ტრეიდობ ლონდონის სესიას. ანუ მე თუ რაღაცას ვტესტავ, რაიმე სისტემას, მაგალითად, არ უყურებ არც ამას და არც ამას. უყურებ მარტო ლონდონის სესიას. ანუ ჩემი სისტემის მიხედვით ლონდონის სესია რას მაძლევს? მაგალითად, აი აქ მაძლევს დივერგენციას და ნუ რაღაც მიზეზით აქ შევიდე. ანუ აქ ვიცი რომ სისტემის და ამ data, რასაც ვაგროვებ ამ data-s, ზუსტად დაემთხოვა იმას, რომ ლონდონის სესიაში, ანუ აქ კი არა რომ ძინავს მაგალითად. აქ რომ მაგალითად ეხა იმ სისტემის მიხედვით ტრეიდი რომც მომცეს პირობითად. აი აქ სწორი იყოს ეს ყველაფერი და ზემოთაც წავიდეს მაგალითად. ამ data-s კუთხით, ინფორმაციის კუთხით არ მაძლევს არაფერს, იმიტომ რომ რეალურ დროში მე ამ ტრეიდებს საერთოდ ვერ ავიღებ. ამიტომ რეალურ დროში რაც შეგვიძლია რომ ავიღოთ ტრეიდები, მარტო ის პერიოდი გადავამოწოთ, იმ პერიოდში გავტესტოთ. მაგალითად, აი დილის 11-დან საღამოს 12-დან საღამოს 9-მდე ან 8-მდე. ანუ რა პერიოდში შეგვიძლია რომ რეალურად ავიღოთ ტრეიდები. და რას შევძლებთ მაგალითად აი ამ 8-9 საათის განმავლობაში, როგორ იქნება ჩემი data.
აი აქ გაარღვია მაგალითად შიდა სტრუქტურა, retest-ი, RSI-ის დივერგენცია ჰქონდა, აი აქ შევედი რაღაც მიზეზით. წავიდა. შემდეგ დღეს მაგალითად, აი აქ უყურებთ როგორი არის ლონდონის სესია. აქ მაგალითად არანაირი დივერგენცია არ არის, არაფერი არ ხდება, ვერ შევედი, ან აი აქ შევედი მაგალითად და წავაგე. შემდეგი დღე ისე. გაიხსნა ლონდონის სესია. სანამ გაიხსნებოდა აი აქ გვაქვს დივერგენცია მაგალითად. ლონდონის სესიისგან ახლა უკვე ველოდებით დასტურს, რომ გაარღვია სტრუქტურა აქ. მაგალითად და იქ რადგან დივერგენციაც გქონდა, კი აზიის სესიაში, მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია ტრეიდი და ვალიდური დივერგენცია, აქ გაარღვია, შევედით და დავუმიზნეთ რამეს. ანუ აქ მოგცვა ტრეიდი. შემდეგ დღეს შევხედოთ აქეთ მაგალითად, აი აქ რა ხდება? ვართ uptrend-ში, მაგრამ დივერგენციას რამდენად მოგცემს, ნახოთ. არანაირი დივერგენცია არ ყოფილა. ამ სისტემის მიხედვით, დივერგენციების სისტემის მიხედვით, აქ ვერაფერს ვერ იზავდი. ანუ ეს დღე გაიმაზა, არაფერი არ მოხდა. ან აქ მაგალითად, აი აქ მოგცა დივერგენცია, მაგრამ სტრუქტურა არ გაურღვევია აქ ქვემოთ, ანუ აქაც ვერაფერი. ანუ აი ასე ვტესტავთ მოკლედ ამ ყველაფერს. მე მაგალითად ახლა უკვე მაქვს, ანუ თვითონ ვიდეოებშიც რომ ნახავთ, ბევრნაირად შემიძლია ტრეიდების აღება, არ უყურებ მარტო აქ მაინც დივერგენციას. აქ საკმარისია მაგალითად ჩემთვის ლონდონის სესიაში რომ დაიწყება მაგალითად აქ რომ ნახავ გარღვევას აქ retest და sweeps მაგალითად, აი აქ მაგალითად ამას მოვხაზავ. პირობითად მე შეიძლება ტრეიდი ავიღო აი აქაც დაბალ დროებში. რაცა ესეთი ტრეიდი და აუმიზნო იქ რამეს, აი მაგალითად ამ ლიკვიდობას გაფამდე. მე აქედან ზემოდან ავიღო კიდე ტრეიდი, რომ მაგალითად აი აქ გაარღვია ეს, აქ. აქედანაც ავიღო ტრეიდი მაგალითად. აი order block-იდან პირობითად ან აქედანვე დაუმიზნო აქ ამ ლიკვიდობას, პირობითად ან მე ბევრი სისტემა მაქვს, ბევრი მაქვს ამაზე ნამუშევარი, ბევრი მაქვს გატესტილი, ათასობით ტრეიდი მაქვს აღებული, ათასობით მაქვს ესეთ დატა ათასობით ტრეიდზე მაქვს. ეს გატესტების სისტემების უამრავი მაქვს გაკეთებული. და დროთა განმავლობაში მე ეს დატა დავაგროვე, ამიტომ ვიცი რასაც ვაკეთებ, მოკლედ, ის გაურკვევლობა და შიშები, და მეც ადამიანი ვარ და ზოგჯერ შეიძლება რაღაცა მომენტში მქონდეს, მაგრამ ანუ ეს ფაქტორი ბოლომდე გექნება, მოკლედ ახლა 5-ს რომ წააგებ, ან 3-ს რომ წააგებ ზედიზედ. ანუ ეს twin-ი კი ინფორმაცია გააქვს ყველაფერს, მაგრამ მაინც გეტყვის ეს twin-ი, რომ მაინც ექნება ის შიშები, რომ მოდი არ შეხვიდე ტრეიდში, მოდი რაღაც გამოტოვე ეს ტრეიდი, მაგრამ უბრალოდ რადგან საკუთარი თავი შეცნობილი ყავს და იცი რომ მაგალითად ნორმალურია ეს ყველაფერი და ვალიდური ინფორმაცია გაქვს იმაზე რომ აქ კარგი ადგილია ტრეიდში შესასვლელად, მაინც შეხვალ. იმიტომ რომ გააქვს დატა, გააქვს იმის ბაზა, რაც გიდასტურებს ამას, რომ კარგი აზრია აქ შესვლა, იმიტომ რომ ბოლო ჯამში შეიძლება ეს წააგო, ის წააგო, იქ წააგო, მაგრამ ბოლო ჯამში იქნები მოგებაში. ასე შეგვიძლია რომ დავიწყოთ საწყის ეტაპზე გატესტვები, მივეჩვიოთ მარკეტს მინიმუმ 100, ან 50 მაინც აიღეთ, რომ რაღაც დონეზე მით უმეტეს თუ დამწყები ხარ 100 კი არა, ათასობით შეგიძლია ეს აიღო. უბრალოდ რაღაცა ეტაპზე რომ მიხვდები რომ უკვე ცოტა მიეჩვიე ამ მარკეტს, უკვე ხედვაც გაგიმარტივდა აქ სტრუქტურა სად გაირღვა, რა არის კონსოლიდაცია, რას უნდა ელოდო, დივერგენციებს ამჩნევ სწორ დროს, იმ დროში იღებ ტრეიდებს, როცა უნდა აიღო მაგალითად. უკვე ნელ-ნელა მე შეგიძლია რომ გადახვიდე live trade-ზე. არის მინიმალური ის კი არა რომ მაგალითად იქ დატამ გადაამოწმე 50 ტრეიდში ეს კარგი სტრატეგიაა და შევარდე და $100 დაიწყო ეგრევე. არა. live trades კიდევ მერე თავისებურებები აქვს, იქ მერე სხვანაირად განიცდი ემოციებს, რომ დაიწყებთ გატესტვას ამ
აქ ხომ თანხას საერთოდ თანხას არ გავდივართ, უბრალოდ ტესტავთ. ყველა ჯერზე როგორც კი არ იქნები მართალი, მაგალითად, აი აქ ვართ. აქ ავიღეთ რაღაც მიზეზით ტრეიდი, ყველა ჯერზე როცა იქნები არასწორი და როცა გაგაჩერებს მარკეტი, ესევე დაიწყებ იმის ფიქრს, რომ რა შეცვალო, ან რა მოხდა, რატო გაგაჩერა, უკმაყოფილო იქნები ამით. არ მოეწონება ეს შენთვის, რომ აქ არიყავი მართალი. და შეიძლება რაღაცა შეგაცვლინოს, რომ მოდი აქ კი არ შევიდოდი, ამას გამოვტოვებდი და შევიდოდი აი აქ რაღაც მიზეზით. მაგრამ არა, ყველა ტრეიდი უნდა აიღო. ეს გაურკვევლობაც ამასაც ეჩვევი, კარგია ეს. ამას უნდა მიეჩვიო, რომ ნელ-ნელა გაიწაფო ამაში. რომ ყველა ტრეიდი მომგებიანი არ იქნება, უნდა გაგაჩეროს რაღაც მომენტში მარკეტმა. და არაფერს არ ვცვლით, იმის გამო რომ რაღაც ემოციები დაგვეუფლა. შემდეგ უკვე, როდესაც ამ ყველაფერში გავიწაფებით, გადავალთ live trade-ზე, რომელიც შეიძლება იყოს $1 დაწყებული. მაგალითად, კრიპტოში ჩვეულებრივ არის შესაძლებელი $1 ტრეიდების აღება. იქაც ყველაფერს გავეცნობით, კარგად, რაღაც $10 ჩავრიცხავთ პირობითად, ყველაფერს კარგად გავეცნობით. როგორ შეგვიძლია, ანუ შეგვიძლია YouTube-ზე ვუყურეთ ვიდეოს მაგალითად, როგორ ვიღებთ trades, როგორ ხურავთ trades, საკომისიო რა შეიძლება რომ იყოს პირობითად. ყველა ბირჟა სხვადასხვანაირია, ამიტომ ეხლა ამაზე ვიდეოებს ვერ ჩავწერ, მაგრამ ბევრს აქვს ვიდეოები ჩაწერილი, შეგიძლიათ იქ ნახოთ. და დაიწყოთ live trade. ისევ აქაც ყველა trades ვიწერთ და ესე უკვე live trade-ში გვაქვს ვაგროვებთ დატას, ამ $1 ტრეიდებს რომ ვიღებთ, რა ხდება ამ შემთხვევაში. გავტესტეთ ისე, რომ live-ში არ ვიყავით, მაგრამ ახლა ვტესტავთ live-ში. რა ემოციები გვეუფლება? ამ ყველაფერს ვინიშნავთ და მინიმუმ ვიღებთ აქაც 50-100 trades. ანუ $1 თუ გავდივართ, ანუ ყველას ხომ არ წავაგებთ თუ სისტემას მივყევით, მაგალითად წავაგეთ 9. ანუ ბოლო ჯამში დანაკარგი შეიძლება გქონდეს, მაგრამ მცირე. შეიძლება პირიქით პლუსშიც ვიყოთ, ანუ იმის მიხედვით თუ სწორად მივყევით სტრატეგიას თუ არა, მაგრამ არ არის ეს თავიდან აუცილებელი, რომ ეგრევე მოგებაში ვიყოთ, ანუ პირობითად რაც მეც ტრეიდს წავაგებთ თავიდან, მაგალითად ამ $1-იანს, რომელიც არ დაგვაქცევს. უფრო კარგია, რომ მით უფრო შევიცნოთ ეს ემოციები, რა ემოციებს განვიცდით, როგორ გავლენას ახდენს ეს ჩვენზე, შემდეგ უკვე ახალი ტრეიდის აღებისას ვართ თუ არა გაურკვევლობაში, გვაქვს თუ არა შიშები ტრეიდში შესვლის. ანუ ეს ყველაფერი ჩაინიშნეთ აუცილებლად, რომ შეიცნო შენი თავი, რომ შემდეგ უკვე ამ ეს ემოციები რომ დაგეუფლება მაგალითად, უკვე გააკონტროლო მარტივად, იმიტომ რომ იქნები საქმის კურსში, უკვე იცი რაც ხდება შენ ტვინი როგორ მუშაობს და დაგეხმარება ეს ძალიან. შემდეგ უკვე ამ $1 ტრეიდებზეც რომ გავიწაფებით და უკვე ნელ-ნელა რომ დავიწყებთ ჩვენი ამ ტრეიდების სწორად აღებას, ნელ-ნელა რომ დავიწყებთ პროფიტში გადასვლას, მაგალითად, ერთი თვე შევხედეთ, ავიღეთ 30-40 ტრეიდი და პროფიტში ვართ, მეორე თვესაც შევხედეთ და შეიძლება მეორე თვეს პროფიტში არა ვართ, მაგრამ არც წაგებაში ვართ დიდად, მაგრამ ცოტა $2 წაგებაში ვართ, მესამე თვეს შევხედეთ, ისევ მოგებაში ვართ, მეოთხე თვესაც მოგებაში ვართ, შემდეგ უკვე შეგვიძლია გავზარდოთ. ნელ-ნელა ეს $1 გავხადოთ 5, მერე 10, მერე 20 და უკვე იმის მიხედვით თუ რა არის ჩვენი ბიუჯეტი. უბრალოდ ამასაც ვაკეთებთ ნელა, იმიტომ რომ $1 ტრეიდის მერე ხა $100 ტრეიდს რო აიღებ, ეს ემოციურად ისევ სხვანაირად იმოქმედებს და შეიძლება დაგვახურნოს მარე ტრეიდები. ამიტომ მარტივად რომ შევძლოთ ისევ გეგმის მიყოლა, ეს რისკიც გავზარდოთ ნელა. რომ იყოს უფრო ფსიქოლოგიურადაც მარტივი და ადვილად შევეგუოთ და მივეჩვიოთ ამ ყველაფერს. და ამ ყველაფერს ვიწერთ. თავარი არის ეს, ამ ყველაფერს ვიწერთ, ვაგროვებთ დატას. რომ გქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მოლოდინი უნდა გქონდეს ამ სისტემისგან. შემდეგ უკვე რომ გაიწაფებით, შეგვიძლია უფრო დახვეწო სტრატეგია, მაგალითად ეს შენი დატა გამოიყენო, მაგალითად 50 ტრეიდი რომ აიღე აქ, აი აქ,
აიღე ეს მაგალითად 50 ტრეიდი. შემდეგ რომ მორჩება ეს 50 ტრეიდი, ჩაიწერე და მორჩა არა, ნახურობთ შემდეგ ამ 50 ტრეიდს და უყურებთ რა ხდებოდა ამ 50 ტრეიდის განმავლობაში თითოეულ ტრეიდში. სწორად ავიღე თუ არა, თუ სწორად ავიღე, რა მოხდა, ფასის მახასიათებლებს ვაკვირდებით. როგორ მოძრაობდა იქ ფასი, რას შეიძლება რომ დააკვირდე, რას შეიძლება რომ გააუმჯობესო პირობითად უკვე. ამ ინფორმაციას გაძლევს შემდეგ უკვე დატა და არა რაღაც შენი ფიქრები. დატა გეუბნება რომ აი აქ მაგალითად სტრუქტურას რომ გაარღვევს აქ პირობითად ვამბობ. შემდეგ დიდი ალბათობით წამოვა retest-ზე და შემდეგ წავა ისევ ზემოდან. დიდი ალბათობაა ამისი, ამიტომ ჩემი სისტემის მიხედვით აქვე კი არ შევალ აქ როგორც კი გაარღვევს სტრუქტურას. დაველოდები მე retest და დამატებით მაგალითად შეიძლება დაამატო იქ order block-ი პირობითად. და აი order block-ს დაველოდები მაგალითისთვის ან რაიმე სხვას ან ნებისმიერ რამეს. და ამ order block-ში რომ შემოვა უკვე, აი შემდეგ double დროში ჩავალ და იქ ავიღებ trades. ოღონდ ამ წესს რომ დაამატებ მაგალითად, ეს ყველაფერი თავიდან უნდა გატესტო მე. ანუ შენ გქონდა გატესტილი ის რომ მაგალითად დივერგენციას რომ ნახავ და სტრუქტურის გარღვევას ეგრევე შედიხარ ტრეიდში. 50 ტრეიდის დატა გაქვს ამაზე. შეიძლება კარგი დატაც იყოს რეალურად და რომც არ შეცვალო არაფერი, მაინც მომგებიანი სისტემა იყოს და რეალურ დროში მაინც აიღო ტრეიდები. მაგრამ შეგიძლია შემდეგ გაუნჯობესებას წადო, მაგალითად აი აქ დამატებით ამ order block-ში გატესტვას დაელოდო და 100 აიღო მაგალითად 50 ტრეიდის დატა, აი ეს არის ეს დივერგენცია პირობითად რომ მოხდება, შემდეგ retest-ზე რომ ჩამოვა, order block-ში როგორც კი შემოვა, ან order block-იდან ავიღებ მაგალითად პირდაპირ trades, ან ჩავალ double დროში და იქიდან ავიღებ. ანუ წესს რომელსაც დაამატებ, პირველი რომ ამატებ ერთ წესს და არა 10 წესს ერთად, რომ არ აირიო და არ იცოდე, ვერ მიხვდე ბოლოს ზუსტად რომელი წესი იყო ვალიდური და რომელი გამოგადგა, ან რომელი არ გამოგადგა. ამიტომ ეს რომ ზუსტად იცოდე, ამატებ ერთ წესს. ამ ერთ წესს რომ დაამატებ, თავიდან იღებ ისე 50 trades. თუნდაც იგივეებს, ოღონდ ისი არა რომ აქ ვიცი რომ ფასი ზემოთ წავა და მაგიტო აიღო ზემოთ trade სისტემის მიხედვით. ანუ სისტემაში აქ order block-ი დაამატე, ჩამოვიდა order block-ში და რაღაც მიზეზით შემდეგ აქ აიღე trade. ტესტავ ისე 50 trades, რომ გატესტავ თუ ეს data მოგცემს უკეთეს შესვლას, მაგალითად, და უკეთესი ექნება, ან მაგალითად 50%-იანი მოგების მაგალითად ექნება 60%-იანი პირობითად, ან უფრო დიდ ტრეიდებს იჭერ მაგალითად და თუ აქ ქონდა risk reward-ი მაგალითად 2-1-თან მიმართებაში, იქიდან რომ იღებ ტრეიდს უკვე, მაგალითად გაქვს 3-1-თან მიმართებაში. ანუ ბოლო ჯამში გაძლევს უკეთეს მაჩვენებელს, რომელი უკეთესი მაჩვენებელიც შემდეგ უკვე შეგიძლია გადაიტანო ლაივში და უკვე იტრეიდო ამ გაუმჯობესებული მეთოდით. ეს უკვე ნელ-ნელა პრაქტიკასთან ერთად მოვა და ამისთვისაც საჭირო არის რომ დატას შევხედოთ, ანუ რა მოგცა ჩვენმა დატამ და ამ დატას მიხედვით უკვე დავუსვათ შემდეგ კითხვები, რომ როგორ შეიძლება რომ ეს გავაუმჯობესო, დამატებით რა მახასიათებელი შეიძლება რომ დავამატო იმისთვის რომ უკეთესად შევძლო ტრეიდების აღება, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სასწავლო ვიდეოები იქნება ჩემ არხზე. ნახე ყველა ვიდეო, ნახე რა როგორ მუშაობს და მოარგებ შემდეგ უკვე შენ სტილს. ასე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ შემდეგ ეს დაგროვილი ცოდნა და უკვე ჩვენ თვითონ გავტესტოთ, ჩვენ თვითონ მოვაგროვოთ დატა და ვიტრეიდოთ უკვე შემდეგ ჩვენ თვითონ. დავაკვირდეთ ემოციებს, შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთესად და გავხდეთ პროფესიონალი ტრეიდერები. სულ ეს არის მეგობრებო. დღეისთვის არ დაგავიწყდეს დალაიქება, არხის გამოწერა. წესით გაკვეთილებში ეს ბოლო იქნება. თუ მაგალითად რაიმე დამატებით იმ გაკვეთილების გარდა რაც იქნება და გაინტერესებთ და მოგინდებათ რომ ჩამეკითხოთ, ან რაიმე სხვა და გაინტერესებთ იქ მაგალითად
არის კუმულატივ ვოლიუმ დელტა დააინტერესებს ვიღაცას, ან რაიმე ჩაკითხვა, რომ აი აქ ეს არის სტრუქტურის გარღვევა აქ თუ მაგალითად აი აქ ეს იქ ჩაშლილი არის კარგად, მაგრამ თუ რაიმე ჩაკითხვა მოგინდებათ, დააკომენტარეთ, ჩამეკითხეთ და ან გაკვეთილის ჩავწერთ დამატებით შემდეგ ამაზე, ან იქვე გაგცემთ პასუხს. აბა კარგად.